გადმოცემული არის სწავლება თუ როგორ აძლევს ერთი ადამიანების წყალობას და ასევე თუ მე როგორ მოითხოვს ანგარიშის ჩვენგანზე. ეს იგავი ხანქარებზე შემდგომში მომარევს რომ მეფე ესე იგი მოუწოდებს ერთ ადამიანს და მიცემს მას 5 ხანქარს. ხანქარი ეს არის ესე იგი იმ დროს ვერცხლი იყო მოქცევაში და რაღაცა 400 გრამ ვერცხლი აღნიშნავს. ერთი ხანქარი უდრის 400 გრამ ვერცხლს. ერთ ხანქარს მიცემს. შემდეგს 2-ს მიცემს, მესამეს 5-ს მიცემს. მათი ძალისხმევ და წავა. და როცა დაბრუნდება, მოითხოვს ანგარიშს თავისი მსახურებისაგან. და ვინც 5 ხანქარი მიიღო, აი, ალო მე ეს 5 ხანქარი დავდე სავაჭრო და ესე იგი შევძინე 5 და შეაქებს მას ხალი. მეორე მოვა და ეთქვის რომ შენგან 2 ხანქარი მივიღე და გავამრავლე ეს და ესე იგი გავაკეთე დავუმატე. ესეც შეაქებს. ხოლო მესამე უნდა ეუბნება რომ ვიცი ფალო შენ სასტიკი ხარ. მოიწი სადაც ესე იგი არ დაგიცავს და თვითონ იღებს საერთოდ არ გაგიბნევია და შემდგომ შენი ვერცხლიო მიწაში დავმატო და ეს რაღაცა სახალხო მაგრამ სახალხო წელია გამახარებს რომ ეს ვერცხლი მას სუდარაში გამოახლა სუდარა ასოცირდება სიკვდილით არა ნუ არ გაანამრავა მოკლედ და აი შენი ვერცხლი ისევ შენი ხონდეს და მას ესე იგი შეისხავს მალე უნდა რომ მედგარო მონაო მე რა ძალიან ყოველთვის გამარჯვება გაკეთეს და ამიტომ შენი საჯო შენ თვითონ ამბობ ესე იგი შენ მაგ საჯურებაში ვერ გაიქცეოდი და რაღაცა მაშინ ზარმას და აღარ ამრავლე ეს ვერცხლი და ამიტომ წარდით ეს ერთისაც არ და მეცი კაც და ეს კიდე გარაგდეთ გარესკეთის ვერსაც არის დახჭირა აი ესე ასულდა ეს იგავი და სწორედ აი ამ იგავში არის სწავლება ეს სწავლება შესაძლოა ჩვენ ყველანი მეთისგან მებულობ უდიდეს წყალობას უამრავ ნიჭებს მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ზარმაცები და ეს ნიჭი არ უნდა მოვკაროთ ამის გამო ჩვენ პასუხს ვაგებთ ყველა ადამიანს ეძლევა ღვთისგან ძალა ეძლევა ხორციელი ნიჭი და ეძლევა სულიერი ნიჭი ხორციელი ნიჭი მრავალგვარია ხო ზოგს მშენებლობის ნიჭი აქვს გამოცემული ზოგს რაღაცა იურიდიულ საკითხებში ეკონომიკის ფინანსების ხო ზოგს სიმღერის ზოგს სპორტის და ასე შემდეგ ყველას ეძლევა ღვთისგან ნიჭები და ძალა და ყველა ადამიანი ვალდებულია რომ ეს ნიჭი როგორც გვერდისაგან მიიღო აუცილებლად განამრავლოს არ იყოს ზარმაც ყოველდღიურად იშრომოს იმ თავის სფეროში და მეტად ესე იგი გამრავლისისადმი მოცემული წყალობა და ეს ესე მოახმაროს ესე იგი ფაქტს და გამიერთოს ასევე სულიერი ნიჭი არის პირველ რიგში სინდის და მეორე ერთწმენა რომელიც ვერც არ შეიძლება მოცემული აფალ როგორც ხორცი ნიჭების გამრავლებას ეთქოს ასევე სულიერის ეს სულიერი ეს ორი სიკეთე ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისმოქმედ ადამიანს მიიღებს რომ ჩვენ აი რაღაცას რომ დავაშალოთ და ის ჩვენი შინაგანი ხმა არ გვასვენებს და ყოველთვის გეუბნება რომ აი ახლა ეს გააკეთეთ ცდილებით რაღაცა შინგან ღვნის რომ ესე იგი ის არასწორი ქმედება რომ ჩავიდგინეთ რომ ათო ჩავიდგინეთ ეს სად ის გამოძებული ნიჭი და ასევე წმენა რომ ვახტიში ვიყავს უფალი და სულთურის სევეთის ხო ამიტომ შემთხვევაში თუ ადამიანი ზარმაცია როგორც ზარმაცი ადამიანი ხორცელის მოყავს და არ გააკეთებს ხორცეა საფული იქნება ასევე არის სულიერი შემთხვევაში თუ ადამიანები იზარმაცებს ამ სულიერი ნიჭებში ჩავახშოთ და ის სინდისი რომელიც ჩვენ მეუბნება ის ახლა ადამიანის სინდისი არ საფრთხეა სინდისი სხვა ყოველთვის არსებობს ადამიანში უბრალოდ იმას ჩხმალა ჩვენ აღარ უსმენთ იმის და თქონდა ესე იგი ამ სიზარმაცის გამო ჩვენ ესე იგი ვერ პასუხს ვაგებთ ერთად წოდებით რომ აი რატო არ უსმინეთ სინდისს რატო არ მივიდეთ წმენას და არ ვიცხოვრეთ ასე აი ეკომოციკული ამბობს წმენაო თვინიერ საქმისა წდარას წმენი თუ ესე იგი ეშმაკსაც კი წავს ერთი რომ არსებული წმინდა ძლიერია მაგრამ არ ემორჩილება მას ხო და არასრულიც კეთილ საქმეს ამ წმენა რა მარტო წმენა წავს ჩვენაფერი არ ვაკეთოთ და ზამაცები ვიყოთ და თქონდა ესე ვერ გამართებით ის წინაშე და აუცილებლად კეთილი საქმე სხვა კიდევ უხარე საფრანგაშალებს სამჯავროს როცა ანუ ესე იგი მიხატავ ჩვენ როგორ იქნება
რისმიერი განჯადიანებისა თავს რომ ნახეთ ზოგი მიუგებს უფალო განაუჩინოს სახელმწიფო თავისუფლებას წარმოთქმელები თუ შესაძლებელი კუნდების სამართლის დავალსაცავს ხოლო ფალეთოს არა გიცნით თქვენ განმეშორენ ყოველი მოქმედი უსჯულოებისა შეიძლება რომ სასწავლებლის მოქმედების იჩიც კი მიანიშნოს ერთ ადამიანს რომელსაც საკეთი მომენტებში მაგრამ თუ ის არ იცხოვრებს ის მოშიშად ხო ის იჩი ისე უფალს დაუბრუნდება ხოლო ჩვენ კიდე ესე იგი ავიჯებით სამჯავროს აი ამის დათები მაგალითი არის კაიაფა მომთავარი ის სანამ ესე იგი ძველ სახარებაში წერია რომ წელსამდელი გასკდა ძველი ათასამაც ხორჯვაზე გაიგეს არის უცხება იმისა რომ სული წმის მარტი ძველი ათას ეკლესიამ დატოვა და გარდამოვიდა ახალ ეკლესიაში მანამდე ის ახალ მთავარი იყო მისი ბაბი წინასწარ სული წმა და სამ ჯობია ერთი ადამიანი მოკლეს ისაც თელი ელი წაწეს და წარმოგიდგენთ მისი ბაბი გამოიყენა სული წმა მაგრამ მისი გული სრულიად ესე იგი შორს დარჩა ის ავტომატისაგან და მან ესე იგი საშინელი ჯავრი გამოიტანა მესიას ხოსეს სამდენი საუკუნეები და ხელიკაცები და ამიტომ არის აუცილებელი რომ ჩვენ ვთქვათ გულმოდგინე თავად მოციქულების შრომები და შრომა ის არის ის კუთხევა სადავი დაევა გამოდევნა სამკითხა რომ ასე აკუთხა პირობიანი ჩამდეთ უსაშენს და ყოველ მოციქული ამოს ვისაც ეზარება შრომა ის არცაც ნუღა შეჭრეს ამოს თვითონ პავლე მოციქული და ხშირად ხოლმე ამაზე ავალი წინააღმდეგ ძალიან კარგი ხდაგება ამასთან დაკავშირებით და სინამდვილე ბევრი ადამიანი მიდრეკილი არის მადლობის და წუწულის ნახეთ ზოგს თქვენ ხარ მიცავს ზოგს ორი და ზოგს ხუთი ხო მათი ძალისხმევი ხო მაგრამ თქვენ თავს ვიმართოთ ის აი მე ცოტა მომცავ აი ცოტა საქმე მაქვს ხონდა ხოლმე გავაკეთებ მაგრამ ხომ ძალიან რაღაცა შორის თქვა შევიდა ესე საქმის ბაზრებს ესე გულს ბაზრებს ამიტომ ჩვენ რაღაცა მადლობის გამო და სიტუაციის გამო ჩვენ ცოტა ხარის კითხვა მაგრამ ის თემას დაუწყებ და გულობია შევდივი კიცას მოხსენებით და თუ ზარმაცები ვიქნებით ყველაფერს დავკარგავ და ზარმაც ეს არის საშინელი სცენა რომელსაც იგი ძალიან ბევრი მის კლავს და ჩვენ ვახსოვს რომ თითოეული მიცი და წყალობაზე რომელსაც მე თქვაზებს ვაღებ პასუხს და როგორც ეს მეფე მიცა ვერცხლიდან წავიდა და მე მოვიდა ეს არის ესე იგი ეს პირველი მოსვლა და მე მეორე მოსვლა ჩვენ რუსას პრანდა წავდით სამჯავროზე ვიყავთ მანამდე კიდე რას მოგეს კენჭი სამჯავროსა გადავწყვეტები და ამ შემდეგ იქნება საბოლოო სამჯავრო როდესაც ესე იგი ყველანი წავდგებით უფლისინაში და იქ პასუხს ვაგებ და იქ ვეღარ გავიმართებ ჩავთავს ჩვენ და მე თავდამთავროს მსგავს ერთი განჩდება მივიდო შევყავით ფეხი და განაგდეთ განესწრეს ბედერში და ის ვერცხლიც კიდე მიეცით იმას ვისაც აქ აკეთებს და ესე არის რომ წმინდანებს იმ თავი გაცისკეთის და წმინდიდან გამონდარი ცხოვრება და გამონდარი გაუმრავლდებათ მადლს და წყალობას ასოებში ათმაგად ასმაგად მიიღებენ მეც გულმოდგინე ადამიანი და მე ვედრო თუ პასუხი მომაჯოს გულმოდგინება და გვეშიოდეს ისა რომ ეს პრანიჩი რომელიც ჩვენ დავიარი მოძებნებისგან გავამრავლებ და არ ვიყოთ სალვაცები მე ხომ მოხდეს ძალამის შეხედა მე გადავნოცოთ მე ხარ ამ რაზეო თქვენ და სულიად საქართველოს ამი